მოგესალმებით ამ არხზე. დღეს ძალიან საინტერესო. ზიანი კალიფორნიიდან. ზიანი კალიფორნიიდან მე და გიო დღეს მივდივართ ლას-ვეგასში და ვლოგის სახით გაგიზიარებთ ყველაფერს. აირწინაღები გვაქვს, რაც თავარია. აირწინაღები რო წამოვიღეთ ძალიან გადაობა. მე აქ ვიყიდე 2. მეგონა ლოს-ანჯელესი ცეცხლის 100-ში იყო გახვეული და აირწინაღები წამოვიღეთ. რაც შეეხება ჩვენს ავტომობილს, ვიქირავეთ ტურო, არ იკეთებ. უპს. ტურო.com-ზე ვიქირავეთ ეს ავტომობილი და ერთ დღეში გადავიხადე $100 24 საათში. არანაირი სხვა დამატებითი ხარჯი არ აქვს რა, აი დეპოზიტს რო ითხოვენ ხოლმე, ეგ ტუროს არ აქვს. 4 საათიანი გზა გველოდება წინ. ოპა. მოკლედ, აქ თვითმსახურება ხდება, თითქმის არსად არ არის ისე რომ გისხამდნენ, ამიტომ ჩავდეთ ბარათი და ისა რა ქვია. პირდაპირ ასხამ შენ თვითონ რა. ჩავასხავთ ახლა. გავავსებთ ავს და დავაწვევით ვეგასისკენ. 4 საათი დაახლოებით გზაში, რაც ნიშნავს ბათუმში ჩასვლას თბილისიდან, ხო? იქამდე მეგობრებო. ეს არხიც გამოიწერეთ, უკვე 15000 გამომწერზე ავედით, რაც ძალიან მიხარია. ამ არხზე ესემალე არ ველოდი და თან ვიდეოებსაც საკმაოდ კარგი ნახვები აქვს, რასაც დიდად არ ველოდი სიმართლე რო გითხრათ. და ძალიან მიხარია, ვლოგის გადაღება მარტივია და თან როგორც ჩანს, გაინტერესებთ უფრო ესეთი რეალისტური ვიდეოები რა. გავიარეთ ნახევარზე მეტი და გავჩერდით ახლა საჭმელად. და ისეთი გარემოა რა, ფილმებში როა ხოლმე. გზად რომ მიემგზავრებია და მე გზაზე რო აჩერებენ და ჭამენ და ისვენებენ. აი ზუსტად ეგ სიტუაცია ეხა და ისე მიხარია. თან პოპაის გასინჯავს პირველად. პოპაის ეს აქებს ეს კაცი და ნახოთ. მე KFC ვიცი ძმაო და პოპაისი ჯერ არ ვიცი, არ გამისინჯოს. KFC-ის ფონტია რა. აი. კარტ. მგონი ნამეტანი ბევრი მოგვივიდა შეკვეთა. ცოტა. იმდენი ქათამია. მაგრამ ნახეთ რა მაგარი გარემოა მეგობრებო. ამერიკული გარემო რა. პორციებიც ამერიკული. პორციებიც ამერიკული, კი ბატონო. ახლა ნახოთ გემო როგორ იქნება. ხო, ნახოთ გემო. რამხელა ზომებია ძმაო ამ ბაკლების. ამაში ხი. ჯიშიანი ქათმები ყავდა. აბა გემო როგორია? ძალიან გემრიელია. ჩემი მოლოდინი, ჩემი დაპირებები ესა. ძალიან გემრიელია. მოგაია. პოპაისი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქათმებში. სიმწარე იდეალური, გემო იდეალური. კაი, მოკლედ ახლა შევჭამთ და გავაგზავნოთ ლას-ვეგასიდან. ვეგასი პატარა ვეგასი, მოვედით ვეგასში. როგორც ხედავთ, მივდივართ ახლა ჩვენი სასტუმროსკენ. ეს ქალაქიც ძალიან მიყვარს სხვათა შორის, იმიტომ რომ გართობასთან ასოცირდება. ესეც ჩვენი სასტუმრო MGM Grandi. ნეტარ აღის ესების. აქ ეს ეხავს მე მგონი რა ფასური იგი. ხო. მოკლედ აქ ტოვებთ მანქანას, თვითონ დააყენებენ. და როცა გინდა მერე გამოხვალ და აიყვან რა, $40 ღირს 24 საათით მანქანის დატოვება. ერთი მინუსი ამ ყველაფერს ის აქვს, რომ მხოლოდ ერთი დღით ვართ აქ რა. ხვალისე უნდა წავიდეთ ლოს-ანჯელესში. მაგრამ მაინც მიხარია რა. ნახეთ რამხელა რიგია ჩეკინზე. ყოველთვის ესეა ამ სასტუმროში. იმხელაა და იმდენი ნომერი აქვს. რომ ყოველთვის რიგი დგას ჩეკინზე და უამრავი და სტუმარი ყავს სასტუმროს. აი ესე გამოიყურება ეს სასტუმრო.
უზარმაზარი კაზინოა, როგორც ხედავთ, მთელი სასტუმრო. შესაბამისად, ნომრამდე რომ მიხვიდეთ, ძალიან ბევრი უნდა იარო. აუ, რა ამბავია. წავედი ძმა. აბაჰე. აბაჰე, bro. აბაჰე და აბაჰო. მე მე-11-ზე ვარ. გიო მე-12-ზეა. ეს 10 წუთი უნდა ვიარო ჩემ ნომრამდე. რამხელა სასტუმროა. შევიდეთ. რა ხდება ვნახოთ. ესე გამოიყურება ნომერი. შვენიერი ნომერია. ხედი არ მაქვს ნეტა. ისეთი არაფერი. $127 გადავიხადე ერთ ღამეში ამ ნომერში და $100 კიდე დამატებით დეპოზიტად დაიტოვეს და რომელსაც დააბრუნებენ თუ რა თქმა უნდა მინიბარიდან რამე არ აიღე. და წყალი არ დალიე, რომელიც $22 ღირს. წარმოიდგინეთ. აი ეს წყალი ღირს $22. და პირველად რო ვიყავი აქ უფასო მეგონა, ყოველდღე ორივე სვამდი და $120 გადამახტევინეს რომ დავტოვე სასტუმრო წყალში. გამოვედით ახლა გარეთ და ნახეთ რა ლამაზია ეს ადგილი. ესეც ჩვენი ვეგასი, მეგობრებო. Hello, Vegaso. ვეგას. გავიდეთ გადავხედოთ? აი ზემოდან არის კაი ხედი რა. აი ამოვედით ხიდზე. საიდანაც არის ძალიან ლამაზი ხედები. აი ესეთი ხედებია, ანუ შუშაა და დიდად არ ჩანს ახლა კამერაში. ეს არხი თუ არ გაქვს გამოწერილი, გადადი გამოიწერე. Subscribe ღილაკი აი სადღაც ქვემოთ არის. Subscribe და გამოიწერე და ბევრი ვლოგები დაიდება. აუ რა კაი ამინდი დაგვიმთხვა. ყველაზე მაგრად ეგ მიხარი. მეგობრებო, რა თქმა უნდა, როდესაც დააპირებთ მოგზაურობას, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში, ჩემი ტურისტული კომპანია გაგიწევთ სრულ მომსახურებას. როდესაც საქმე მიდგება მოგზაურობაზე, დაგჭირდებათ, რავი, ბილეთები ან დასვენება, ნებისმიერი სამოგზაურო ამბავი, მოკლედ გამიხსენეთ და გაიხსენეთ ჩემი ტურისტული კომპანია. შეგიძლიათ გვესტუმროთ ოფისში, ბახტრიონის 11B არის ჩვენი მისამართი, ან დაგვიკავშირდეთ Facebook-ზე, ან დაგვიკავშირდეთ Instagram-ზე და გვირდებით, რომ საუკეთესო მომსახურებას გაგიწევთ და საუკეთესო ფასებს შემოგთავაზებთ. არ დაგავიწყდეთ. მოგზაურობაზე ვინ გახსენდებათ? ტურისტული კომპანია Around the World. YouTuberis ცხოვრება ესეთია რა. ჩამოვედით ვეგასში გასართობად და აგერ ჩანთით დადის კაცი და მაინც კონტენტზე ფიქრობს. ჩვენი სასტუმრო, რომელშიც დღეს დავბინავდით, დავბანაკდით, მოიცავს 6800 სასტუმროს ნომერს. აზე ხარ? 6800 ნომერი. წარმოიდგინე, ანუ ორ-ორი კაცი რო განთავსდეს ყველგან. 13600 კაცი. სასტუმროს ნომერი. UFC-ს ბრძოლებს მასპინძლობს ხოლმე კონცერტები, მსოფლიო ადელის კონცერტი და ბრუნო მარსის კონცერტიც კი ყოფილა MGM Garden Arena-ზე. რავი, გასართობი ცენტრები და მთელი ამბები რა. მეგობრებო, აი ხა ზის და რაღაცა კონტენტზე ჩალიჩობს და უთხრათ რომ ვეგასში ვართ. რაღაცა. This is Vegas, baby. ცოტა გავერთოთ რა შეეშით რა კონტენტს. მორჩები და всё, დავაი, დავიწყე. სპიდბორდი გაიჩით. SpongeBob-ი, ბარო. ბიჭო, არ ვიცი ხა შენ რამდენად ატყობ, მაგრამ მე ვატყობ, რომ ხალხი არის ძალიან პოზიტიური. Everyone is for fun, bro. რა, ყველა გასართობად არის და ყველა ბედნიერია რა, რაღაცა კაი აურა ტრიალებს. მარტო ჩვენსავი კონტენტის გადაღება. მარტო გიორგი დანელია იღებს კონტენტს. შენ არ ვეს მამეთ. ამერიკის დასავლეთ ნაწილი ჩემი ფავორიტია რა. რა კაი სუნია. ნიუ-იორკს და მაიამის მირჩევნია ეს თქვენ. ნიუ-იორკს და მაიამის მე პირადად მირჩევნია ვეგასი და ლოს-ანჯელესი. ეხა იასტი.
არა, ლოს-ანჯელესი თუ ვეგასი? ლოს-ანჯელესი. LA, bro, LA. რკინის კაციც აქვია, მეგობრებო. სპაიდერმენის აქ არის. სუპერგმირები ადგილზე არიან. hello. ამბილი ეიფელის ხელა ვერ არის, მაგრამ ესეც საკმაოდ დიდია, როგორც ხედავ. ყველაზე მაგრად ის თეხავს, რომ 5 საათზე უკვე ღამდება რა. ძალიან მალე ღამდება. რომ მოსაღამოვდება, ცოტა ცივა. მოკლედ ეს ერთი ქუჩაა ლას-ვეგასში, ძირითადად სანახავი, სხვა ისეთი არაფერი ქალაქი არ არის სანახაობრივი თვალსაზრისით. აქ უნდა ჩამოხვიდე გასართობად. არც დასათვალიერებლად, არც რაღაცა მუზეუმების სანახაოდ. დაადე ხელი და. რა, ყველგან ამებს არიგებენ. არა, ეს ჩვენ არა, ხიხია. Say hello. What's your name? Saso. Alexa, nice to meet you. Nice to meet you. Alright, well, we're gonna get you in a photo. It's YouTube. Hi, YouTube. Say hello, Georgia. Hi, Georgia? Georgia is country, yeah. Georgia? Not state. In the US? Yeah, no. It's a country in Europe. Oh. Small country. Well, I'm from Vegas. My name's Alexa. Hope you guys are having a beautiful rest of your day. Hope you guys are fucking thriving. Do what you want. Why not? This is your world. This is my little piece of speech. This is your world. This is your life. What the fuck? Who are you gonna listen to? Like, do whatever the hell you want. Do whatever the fuck you want. It is your life. It is your world. Okay, mwah. I love you. Goodbye. Have a great rest of your night. Thank you very much. I love you all, and I love you too. Have a good night. Mwah. Thank you very much. Goodbye. კაი, გავაგრძელეთ ახლა ჩვენ კაზინოსკენ მივდივართ, მეგობრებო. სეზარ პალასი ან ბელაჯიო. ბელაჯიო თქვენს წინაშე, მეგობრებო. ზარმაზარი სასტუმრო და კაზინო და აქეთ სეზარ პალასი. აი, ზარმაზარი. შემოვედი ბელაჯიოში. ძალიან ბევრი მაღაზია აქ. ლუი ვიტონი, გუჩი და მსგავსნი. ძალიან ბევრი ფული უნდა კონდეს რომ აქ შოპინგო. ხო და აქვე მერე არის კაზინო და იმისთვის რომ ძალიან ბევრი ფული გქონდეს, უნდა დასვა 3 მარტვი, როგორც არის. აუ, რა ამბავია, მაიცა შევატრიალ. ახეთ. ყველა სასტუმროში არის უზარმაზარი კაზინო. ახეთ, ყველგან. მთელი ქალაქი არის ერთი დიდი კაზინო, შეიძლება ითქვას. ბელაჯიოში არის ესეთი ლამაზი ადგილი, რომელიც ძალიან განსხვავებულად გამოიყურება ახლა. ჩინურ სტილშია გადაწყვეტილი დეკორაციები. მე რო აქ ვიყავი, მაშინ სხვანაირი იყო და უფრო ლამაზი იყო სიმართლე რო გითხრათ. აი, ნახეთ, ყვავილებისგან არის გაკეთებული ახლა ეს პანდა. ძალიან ლამაზია. მაგრამ უფრო ლამაზიც მინახავს, უფრო კაი დეკორაციები იყო წინაზე. ეგ არის რა, სანახაობა მეტი აქ არაფერი არ არის. დავით, ეხლა დავბრუნდით ისევ სასტუმროში. უბერი გამოვიძახეთ და აი რამხელა მანქანა მოვიდა. ოპა. რა კაი კომფორტია. წყალი გვაქვს. კაი სუნია და უკანაც რამხელა სივრცეა. $14 გვიждდება ახლა სასტუმრომდე მისვლა და არის რა 5-6 გზა ალბათ. არა? კი, ზუსტად. დავით. დავბრუნდით ისევ სასტუმროში. მოსაღამოვდა მეგობრებო. ავალთ ახლა კლუბში. მაგარ დავლევთ. და ხვალ დაგიბრუნდებით რა. ვეგასში ვარ, ძმაო, ეხლა კონტენტის გადაღება მორჩა. აბა ხვალამდე. მშვიდობის მეგობრებო, დღე მეორე. უკვე ჩეკაუტი გვაქვს უკვე. გამოვიტანეთ ბარგი. ძიმე ღამე ქონდა. ისაუბრეთ ახლა სტარბაქსში და მე დავატებით ისევ ლოს-ანჯელესში.
დონატებს დავარტყამთ ხა. დონატები იყიდება Starbucks-ში. გავჩეკაუთდით და ველოდებით ახლა ჩვენს მანქანას, რომელსაც მოგიყვანენ. ბევრი რაღაც ვერ გაჩვენეთ ახლა ლას-ვეგასში, იმიტომ რომ ერთი დღით ვიყავით და ფიზიკური შესაძლებელი იყო. მეტი დრო არ გვაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ მივდივართ ახლა მერაბის ჯგუფზე ლოს-ანჯელესში და ეგ ვიდეო ალბათ უკვე ნანახი გაქვთ. დევს უკვე ჩემს არხზე. ხვალ არის ჯგუფი და იმედია რომ მერაბი გამარჯვებულია. იმედია გაიმარჯვა და ყველა ნერვიულობთ. და ჩვენი მანქანაც მოვიდა. მოგვიყვანეს. ეხლა ჩავლაგდებით და დავაწევით. არ დამცალდა ჭამა. ხო და მოკლედ ეხლა ბევრი ვერაფერი გაჩვენეთ ამ ვეგასში. ვეგასი ისეთია უნდა ჩამოხვიდეთ. ხო რა. თქვენ თავად უნდა ნახოთ. პირდაპირ გადავაჭრა არც არ მიჩილებს. იშილოს. ჩემს. ხო და სულეგი იყო რა, მეგობრებო, ეხლა დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ ეს არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით.